ვაი გაუმარტო ეხლა ვარ გარეთ მანქანაში ახალ სკოლასთან ანუ ნინოს ფეხბურთის სტადიონთან ნინოს ველოდები და მე კი არა ლაშა ელოდება რა თმები გამიშრა ამასობაში ესე იგი წამოვიყვანეთ ნინო როგორი სხვანაირად დავდო ეს ტელეფონი მაგრამ სადაი ძალიან ასე ხოდა დავტიეთ მოკლედ ნინო ფეხბურთზე და წავედით ჩვენ ლეკვის მოსატანად უნდა მეთქვა ხოდა ჩავედით და 5 ლეკვიდან 5-ვე იყო დედალი ვაიმე თუმცა რა ლამაზები რა პაწაწინები რა საყვარლები რა ანუ დედა ტუპისნაირი მეგონა მე რო ტუპი მყავ იმაზე ერთი ბეწო იყო იმის ნახევარი იყო უბრალოდ დედალი ძაღლი არ მინდა სახში რა თორე აი არ ვიცი ხოდა ერთი ისიც ვიფიქრეთ რომ ეხლა ხო ჩაუწიე და რაღაცა გაშტერდა კასტრაციის ამბავი გაგვიკეთებინა რა და აი ესეთ პერიოდი მოდის რომ მაგას რამდენიმე თვის მერე არავინ ჩაიყვანს თბილისში რომ კასტრაცია გავუგდა იგი შემორჩება და მე როგორც კატას ვამრავლებ ისე გავამრავლებ ძაღლს სავარაუდოდ და მართალია კატები ზოგი მიდიან და ზოგი მერე მანქანა მიხოცავს მაგრამ ну ყოველ შემთხვევაში მე ვუვლი და ვცდილობ არ დავხოც და გული დამწყენდა რომ იმდენად მაგიტო ვზივარ ახლა მე მანქანაში რომ ლეკვი უნდა მეჭიროს ხელში და ისე ველოდებოდე ნინოს მაგრამ არა ვერა სამწუხაროდ თუმცა აი მართლა გული დამწყდა იცი რა საყვარლები იყვნენ აი მოწუწნულები და ეს დიდი შეშინებული თვალებით რომ გიყურებენ ვაიმე რა საყვარლე მაგათ შევჭამდი ახლა რამცერ მივტრიალდი და წამოვიყო ხოდა ეს შემჩა გამოსეინება და როგორ მეზარებოდა წამოსვლა მაგრამ სხვა გზა არ მქონდა ლაშა მითხრა წამოდი რაო თორე უკვე უნდა დამეწინა საჭმელით რა გავაკეთე ის ფარში საზაფხულო ტოლმა ხო იცით პამიდორში ბადრიჯანში და ბულგარულში რომ უნდა ჩადო აი ეგ გავაკეთე ოღონდაფერში არ ჩამილია პირიქით ყველაფერი დავკუწე წვრილად ყველაფერი შევანელე კიდეც სულ ყველაფერი ისიც ბრინჯიც და ესე მოვხარშე ერთად ისე რომ იმ ჩადებულს უფრო გამოშიგნავენ ხოლმე და რაღაცას უკეთებენ ბადრიჯანს მაგალითად არც ერთი არ აჭამ ის იონე ჭამს ბულგარულს ბარბარი არ აჭამს პამიდორს აჭამს ეხა იმდენ პამიდორში ვერ ჩადებდი ნამდვილად და პამიდორი ყველას უყვარს ამიტომ ყველაფერი ჩავკუწე გემრიელად და გავუშვი ისე ფარშად დიდ ქვაბში ხოდა ერთ სულ მაქვს მივიდე და შევჭამო ხა ცოტა გაგრილდებოდა ალბათ რომ წამოვედი გამოვთე ნელა ხოდა შევჭამ და დავიძინებ ღმერთო ძლივს დაღამდა დღევანდელი დღე ძლივს რვა საკლია 20 წუთი რისთვის გამოუშვებენ ნინოს მანამდე აქავზიო ლაშემ წამოდი გადმოდიო მაგრამ ანუ რო ვიცოდი რომ ანუ არაფერი რაღაცა აუ სახლის ფორმა რა მოსულა ჩვეულებრივ გადავიდე ხა სახლის ფორმით აი ეგ და ვუყურო მაგრამ დგომა და სიარული არ მინდა ანა ის სული არა კაცო ეს წიღან ჩავწიე მეზარ გადაწევა გეფიცები ხო ჩავწიე ეს წიღან გაშტერდა
კომენტარებზე მინდა კიდევ თქვა. შორენას გასაგებად მისმინე, ხა დაჯექი და მისმინე. აი ბედედა. რაღაცნაირი სკამია ვერ მოვერგე. თუ მე ვარ რაღაცნაირი მდგომარეობა. კომენტარები წერთ გზავნით, მაგრამ არ არის ჩემთან. გოგო, ყველას მაგას ვეუბნები, შენ რაღა მოგივიდა, რატომ ამეორებინე ფათასჯერ? ეს რამხელა რაღაცა დადის. სად არის ჩემი კომენტარები? რატო არ პასუხობ ჩემ კომენტარებს? რატო ესე, რატო ისე, რატო ესე? შემჭამა აღარ შემიძლია. არ არის. არა. ყველაზე კაი რა არის, რო გლანძღავ, რატო არ ამპასუხობ? აი, სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ მე კომენტარებზე ფილტრი არ მაქვს დადებული, შეიძლება სამი ის არის, ან გამორთავ კომენტარებს, ან გათიშავ კომენტარებს და სანამ შენ არ დაამტკიცებ, არ დაიდება და მესამე არის კიდე, რომ აი მაგალითად ჩამოწე რაღაცა სიტყვებს, რომ აი მსგავსი სიტყვები თუ შედის კომენტარებში, არ დაიდება. და ყველაფერი მე გათიშული მაქვს, არ მაქვს ჩართული. მე მაქვს ყველა კომენტარის დაშვება, მაგრამ რა ვიცი, როგორანაირად კითხულობ, შეიძლება მსგავს რაღაცასაც აკეთებს და შენ თუ მლანძღავ, თათხავ. ხო, შეიძლება YouTube-ია და ესაო ჰეითერიაო და ეხა იმ არა იცის როგორი ჰეითერი ხარ შენ. ხო და არ უშვებს რა გავაკეთო. რა ვქნა. ოდესმე თუ მოვა გიპასუხებ. ყველა სასაცილო ის არის, რომ კომენტარებს რო დაწერს ხოლმე რაღაცებს, რაღაცა კომენტარებს, ჯერ მაგრად ველოდები ხოლმე მაგის კომენტარებს, რომ კაი გულიანად გამომთათხავს ხოლმე, მეც მაგრად ვიცინი და შორედაც მერე და სასაცილო ის არის, რომ ეს კომენტარები არ მოდის და ის კომენტარი მოდის, რომ დამიწერს ხოლმე. გოგო, სად არის ჩემი კომენტარები? რატო არ ამპასუხ? ეგ მოდის. კაცო შევალ გადავა, რა უნდა, რა გახდა, რა მისი კომენტარები, რომ ეს იკარგება? არ არის. შემჭამა დაგღეჭა. აი მე. უკაცრავად არ მინდოდა, მაგრამ შუშას ვერ აწევერა. რა დაგიმართეთ კაი ხარ. შუშას ვერ აწევერა, კარიბაით გავაღო. უკაცრავად რა ვქნა, რა გავაკეთე, ჩამოცვილი. ებე და სხვა შორის კოჭში მომხვდით. ეს ხო თქვი გარეთ აღარ მოგავიდე მეთქი და რატო გამოვედი? სხვა შორის ფეხები დამისივდა ოდნავ ერთი მარჯვენა. არა წავიდე და უწვე დავუძინო. დევეგდო და დავიძინო. ეს წამოვიღე. პატარა პირსაწმენდია ნინოსი. რა ისა მეთქი რავი როგორი მდგომარეობაში იქნება ლეკვი, მაგრამ უსუფთავესები იყვნენ, ეხაც კი ჩავეხუტები. ხო და კალთაში მეთქი ამაზე დავისმევ რა, მაგრამ შემჩა ვერაფერს ვერ დავისმევ, იმიტომ რომ ლეკვი არ არის. არის, მაგრამ დედლები. არის, მაგრამ აქ არ არის. წაიყვანეთ რა უკი შეგვეყვეწა ის ქალი, მაგრამ ეხა წაიყვანე ვერა, როგორ არა. არა, დედალი ლეკვი არ მინდა. იმაშიც კი არიან კაცო, ლაშაც ამბობს, რომ მეც ამყავს გამოწერილი ელის ბარაშვილი, კუდარი მოვიყვანეთ, იმის მერე ვადევნებ ხოლმე თვალყურს, რომ რა ვიცი რა ისე. ფულიც ბევრჯერ ჩამირიცხია, როდესაც ან მანქანა დარტყმული, კატა, ან ძაღლი რაღაცა რომ მივიყვანიეთ. ეხლა ვინც იფიქრებს, რომ ვერახარ შენ 1000 გაჭირებული ადამიანი ვისურიცხავო, ისა მაგ შემთხვევაში დაგვაცადეთ და ვისაც ვინა იმას ჩაურიცხავთ. ხო. ხო და არავინ არ ადარებს აქ ბავშვსა და არა არიან ხოლმე უბრალოდ წინასწარ ვიტყვი რა რომ აი ესე და აი ისე და რაღაცა იმაცავით ხო არ ვიზავთ მაკარონს რომ მიუტანენ ხოლმე ვიღაცას და თარო სელფებს იღებენ ხო და მოკლედ ეგ სხვა თემაა კიდე მაგას არ შევეხებ ხო და მოკლედ ვადევნებ ხოლმე თვალყურს რა ელის ბარაშვილის იმას მეცოდებიან ხოლმე ცხოველები რომ უგულოდ ხან ნაცემი ხან როგორი რა ხან რას მიიყვანენ ხოლმე და ესა
ედოთ რომ ლეკვებს გავაჩუქებთო პატარა ჯიშისო ესეო ისეო, მაგრამ ვერ ვენდობი. იმიტომ რომ წამოვიყვანეთ ერთხელ ეგეთი პატარა ჯიშის ლეკვი და გამოვიდა კუდამ. ცხენ კუდამ, დედას კუდა. როგორ მომენატრა ჩემი ვირი ძაღლი. ჩემი ვირგლა ძაღლი. წეგან ბარბარი ამბობს რომ ყველა ძაღლი და ყველა კატა ჩვენ წუნკალა ყვა. დიდად არ არის მოყვარული კატების და ძაღლების რა, საიდან ჩემი შვილი არ ვიცი, მაგრამ რა მოკლედ ხო და მარტო კუდა მიყვარდა ხოლმე. უბრალოდ მეჟინოდა და ვერ მივდიოდი ახალთვარ, მაგრამ მიყვარდა კუდა ხოლმე ბარბარე მოიყვანა და მე ბარბარეც რა პატარა იყო. სადღაცა მაქვს ეგ ვიდეო. ერთი ბეწორო იყო კუდა და ბარბარეც. ნინოზე პატარა იყო მე მგონი. კი. 10 წუთი აკლია 800. მაღაზიაში მინდოდა წვენი მეყიდან ისა და არც მე არ წავმიღია არაფერი და ბალაშსაც ბარათი დავტოვე სახშიო. რო ექლიბრია. შევიდოდი და ვიყიდი რამეს. არა მე არ შევიდოდი, ლაშ შევიდოდი. მე ეგ ვარ გამოქცეული. აბანოდა. აბანო გამოვარდნილი. ზე ხო აღარ არის, აი რომელი საათია, გერ 8 გახდა უკვე, ზე აღარ არის. მაგრამ აი გეფიცები რა ცხელა. ეხლა ვიღაცა იტყვის კიდე რომ ხო ზაფხულია და კი ზაფხულია და უნდა ცხელოდეს, ამაზე მეტადაც უნდა ცხელოდეს, მაგრამ აი ეს მომენტი არა გვაქვს ნენელა შეჩვევის. ეგამინდები ხო აღარა გვაქვს. აი რო ცივა და ნენელა რო ზაფხულისკენ უნდა წავიდეთ და ნენელა რო ადაპტაცია უნდა გავიაროთ. აი ეგ არა გვაქვს. ცივა სეტყვა თოვლი ასე შემდეგ და მეორე დღეს 40 გრადუსი. ხო ეგ აქ ხოცავს ყველას მე მგონი. გვაუბედურებს. თუმეტეს მე ხა ორმაგად ვაიმე. მე ხა ხომ ლუკი ქონია ჩვენ მანქანას. ივანესავით მომივიდა. ეს ინდაუროდის გათეთრდა. რაც მანქანის გაყიდვას აპირებს და ეხლა დავინდა ეხლა ლუკია. დამდევს ტარება ისწავლე. ჯერ ვერ ვიცი, ეს არის მექანიკა. როგორც ვიცი, მექანიკა რთულია. თან ჩემ შემთხვევაში რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს მანქანის ტარება. რა ვიცი, თუ გაყიდა და იყიდა ის, უნდა რომ ივანეს უყიდოს და ივანე მისწავლოს. ხო და თუ რაღაცა მსგავსი იქნება, მე და ივანე ერთად ვისწავლეთ მანქანის ტარებას. ხო, შთან შევეჯიბრებით ერთმანეთს, ვიღმერი უფრო მალე ჩააბარებს და ალბათ ეგ მომენტი უფრო კაი იქნება, რომ ისა ერთმანეთის ჯობნის თუ რაღაცა ეგ მომენტი გვექნება, რომელი უფრო მაგრად გააკეთებს და შეიძლება მაგის გამო უფრო ვისწავლო, რომ მოუგო. არა მგონია დიდად ეჭვი მეპარება იმდენად არ იცი რა არის, ერთი ალბათ ის არის აი რულთ საჭესთან დაჯდომის სიამოვნებას რომ იღებ, აი რომ მოიწამლებიო, რომ იტყვიან, მერე უკვე სხვანაირად უყურებ, მაგრამ აი მაგ მომენტამ საჭესთან არ ვჯდარვა. თუმცა ძალიან ბევრი შემთხვევა იყო სიზმარში რომ მანქანას ვატარებ ხოლმე და ღმერთო რა ბედნიერი და რა ვიცი, უბედნიერესი ვარ ხოლმე მაგ დროს, იცით და რომ გამღვიძები აი დიდად ნასიამოვნები რომ მანქანა ვატარე. თვითონ რა ვიცი მიტარებია. კი, კაცო, ვირით. ხო და ისა. ანუ ეგ მომენტი არა, ეგ მომენტი უნდა გქონდეს. და აი მერე უკვე ჟინი გექნება, რომ აი ეს გამოსცადო და ეგ არა მაქვს მე. მაშინ ხო და თუ რაღაცაა და ავტომატიკას იყიდის. მაგ შემთხვევაში ცდი ბედს. ხო, მანამდე ოთახს გავარემონტებთ ჯერ. ხო და რა ვიცი. მე როდის ვექნება რულთან დაჯდომის სიტუაცია, მით უმეტეს ახლა ვინ დამსვავს. ვის ექნება კი არა, სადმე ექნება მაგისი დრო. გურა წივიან ბავშვები, ტყორგოლი გაიტანეს. გულ.
ნინოს კი აქ წყალი აქ ერთ დროზე მოვიდეს უდავლი 8 წუთი აკლია 8 წუთში მოვლი წაველი ხა ბევრს აღარ გავაგრძელებ არც მე და არც თქვენ წავედი ეს ვიდეო რო დაიდება ალბათ მე უკვე კაი ხმის ამომქრალი მექნება აი 3 დღის უძილობა უნდა რამენაირად ამოვინაზღაურო დღეს არ მძინებია დღის საათებში მეძინა ცოტა ხანი ხო და ნენლა მინდა რომ ამოვინაზღაურო და დავამთავრო გასვლითი საათები დავამთავრო ჩემი გასვლითი ის ელემენტარული ხლა ეკაც რომ ზივარ ძლივსა ზივარ ასე რომ ასე წავედება ხვალამდე იმედია ხვალე ცოტა გრილი ამიდი იქნება სახეზე შემატყობთ რამდენად ბედნიერი მოვალ კარგად ხალხო ბედნიერი დღე ბედნიერი საღამო და ბედნიერი ხვალიდელი დღე თქვენ ყველა